ახალგაზრდები თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად პარლამენტს და მთავრობას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. მათ შორისაა ერთჯერადი ელექტროსიგარეტების და თამბაქოს პროდუქტებში ყველა სახის დანამატის აკრძალვა. თამბაქოს რეალიზაციის დროს ასაკის 18-დან 21 წლამდე გაზრდა და შეძენისას პირადობის მოწმობის წარდგენის ვალდებულების ამოქმედება. საკუთარი მოთხოვნები და მოწოდებები სტუდენტებმა სამედიცინო უნივერსიტეტში მოწყობილ ღონისძიებაზე გააჟღერეს. ღონისძიება მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღეს მიეძღვნა. ორგანიზატორები თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მონიტორინგის ცენტრი და სტუდენტთა სამედიცინო საზოგადოება იყვნენ. აქ გაერთიანებული არიან არა მარტო ამ სფეროს ექსპერტები, არამედ ის ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც უშუალოდ არის თამბაქოს ინდუსტრიის სამიზნე. და ეს ვართ ჩვენ, ახალგაზრდები. თუმცა ახალგაზრდებს შეგვიძლია რომ ამავდროულად ვიყოთ მათი წინააღმდეგობის გამწევი მთავარი ძალაც და ამ ღონისძიების საშუალებით სწორედ ამის დამტკიცებას შევეცდებით. წელს ამ დღეს ყურადღება მახვილდება თამბაქოს ახალი პროდუქტების შენიღბაზე, რომელსაც ინდუსტრია ბავშვების მოსაზიდად და არამწეულების მოსაზიდად იყენებს, კერძოდ არომატებს და შეფუთვებს ამ პროდუქტების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და რაც თავარია, გადაწყვეტილების მიღები პირები დაფიქრდნენ იმაზე, რომ ამ პროდუქტების არომატები და ამ პროდუქტების შეფუთვა არის მკაცრად შესაზღვრული.